მაშასი ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია საარჩევნო ნომერი 3 და მათი მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საკუთარ ოჯახთან ერთად გია ბურჯანაძეს მინდა დაუსვა ეხლა შეკითხვა ვიდრე გადავალთ თქვენი მერობის კანდიდატთან შეკითხვებით რატომ დიმიტრი ლორთქიფანიძე რატომ გადაწყვიტეთ რომ იგი იქნება თბილისის საუკეთესო მერი მივესალმები საქართველოს 2009 წლიდან აი ეს გუნდი ერთად ვიბრძვით ჩვენ და ბრძოლა იყო რისთვის სიმართლისათვის ქვეყნისთვის თავისუფალი არჩევნები თავისუფალი სასამართლო თავისუფალი ბიზნესი თავისუფალი მედია ბევრი რაღაცა გამოსწორების სტადიაზეა ბევრი რაღაცა შეუქცევადი პროცესი არის რომ უნდა გამოსწორდეს და ამას ითხოვს მთელი მოსახლეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ არ შესრულდა რაც იყო დანაპირები და ჩვენი გამოსვლები, მოთხოვნები საარჩევნო იქნებოდა ეს არჩევნების გზით იქნებოდა თუ ქუჩის გზით იყო ჩვენ ვერ მივაღწიეთ მოსახლეობამ ვერ მიაღწია იმას რომ საქართველოში ღირსეული ცხოვრება დამკვიდრდეს ქართველებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც პატივცემს საქართველოს საზღვრებს საქართველოს კონსტიტუციას საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემა ვერ დავიმსახურეთ ქართველმა ერმა და რაც შეეხება დიმიტრის დიმიტრი ყოველთვის იყო ამ ბრძოლაში, ყოველთვის ჩვენს გვერდში იყო, აი 26 მაისის მონაწილეები ვართ აქ უმრავლესობა სულ ყველანი და დიმიტრი ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც მასში ხმა აიმაღლა იმ პარლამენტში, რომელიც ჩვენთან ერთად იდგა და იმ იდეებისთვის და იმ ამოცანებისთვის ჩვენსავით თავგადაკლულად იბრძოდა იმ საშინელ პერიოდში და რატომ დიმიტრი იმისთვის რომ ამ ადამიანებმა გაერთიანება რომ მოახერხეს ეს მე ძალიან მიხარია მე არა ვარ პარტიის წევრი მაგრამ მე ვარ იმ ადამიანების გვერდში მდგომი ვინც იბრძვის სიმართლისათვის და ვინც იბრძვის საქართველოსთვის და ამ ადამიანებმა სხვადასხვა პარტიის წევრებმა აი აქ ჩემი მეგობრები ბრძანებიან ყოფილი ლეიბორისტები ვხედავ სოსო შატბერაშვილი ბატონი კახა ქრისტიან დემოკრატები გიორგი ახვლედიანი ქართული დასი ჯონდი ბაღატურია საქართველოს ის მოქალაქე და ის ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქე ვინც იბრძოლებს იმისთვის რომ საქართველოში აღდგეს სამართლიანობა საქართველოს დაუბრუნდეს ღირსეული ცხოვრება არჩევნები იყოს თავისუფალი იყოს სასამართლო მიუკერძოებელი გამოძიება და ასე შემდეგ ვინც ამისთვის იბრძოლებს ყველას გვერდში დავდგები მე თქვენ ფიქრობთ რომ ლორთქიფანიძეს აქვს შანსი რომ გახდეს დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოდა ამისთვის ჩვენთან ერთად დიმიტრი ლორთქიფანიძე სწორედ ის ადამიანია რომელსაც აქვს კვალიფიკაცია იურისტის რომელიც იქნება საქართველოს და თბილისის დედაქალაქში ღირსეული და თუნდაც ის რითაც დამთავრდა თქვენი პირველი ნაწილი დადგა ეს ქრისტიანი კაცი თავის 8 შვილთან ერთად საქართველოს წინაშე და საქართველოს დედაქალაქმა თუნდაც ამისთვის უნდა ეს პატივი იმ აზრს რომ ეს ღვთისმიერი კარგი ოჯახიშვილი წესიერი ადამიანი კარგი იურისტი და კარგი მამა დიდებული ქართველი უნდა იყოს თბილისის საქართველოს დედაქალაქის მერი ამიტომ მე და ის ადამიანები ვინც მხარს უჭერთ 15 ივნის მივდივარ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ხმის მისაცემად. კარგი, ბატონო დიმიტრი, რეალურად გააქვთ იმის იმედი, რომ გახდებით დედაქალაქის მერი. ძალიან რთული ბრძოლა გელით წინ. პირველ ადგილზე გასული საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნება, მეორე ადგილზე გასული ნაციონალური მოძრაობა, მესამე ადგილზე გასული იმ შედეგებით ნინო ბურჯანაძე. გააქვთ იმედი, რომ ეხლა არის ის მოცემულობა, როდესაც თქვენ შეიძლება გახდეთ დედაქალაქის მერი? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, ქალბატონო ინგა, პირველი ბლოკის შედეგების მიხედვით თუ იმსჯელებთ, საერთოდ წყალგამყოფი აღარ არსებობს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, ასე რომ ამ ორ გუნდს ცალ-ცალკენ უღად დაასახელებთ, ეს არის ერთი სახელისუფლებო გუნდი, ერთი პოლიტიკური სისტემის შვილი და დღევანდელი კენჭისყრის შედეგების მიხედვით გამოჩნდა ქვეყანაში, რომ არავით არის პირველ და მეორე ადგილზე მდგომი ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს. ეს არის ერთი პოლიტიკური სისტემის, ერთი პოლიტიკური მმართველობის პარტია. რანაირად არიან ერთნი, ჩვენ ვხედავთ რიგებს პროკურატურაში, ჩვენ ვხედავთ დაჭერები, დაბარებები, დაკითხვაზე გამოძიებები, მას ეს რა არის სამართლიანობის აღდგენა, ნაციონალური მოძრაობა პირიქით ამბობს, რომ მათ დევნიან და თქვენ ღირებულებები, ქალბატონო ინგა და ფასეულობებისადმი ერთგულების გამოხატულება, რომელიც ყველაზე უფრო კრიტიკულ სიტუაციაში ვლინდება ხოლმე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა. აი აქ მსხდომი ყველა ადამიანის სახელით მინდა მოვახსენოთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს, რომელიც არის ერთადერთი ჩვენი პატრონი, ერთადერთი ჩვენი მამა და თუ გნებავთ მეფეც და პატრიარქიც. ეს არის ადამიანი, რომელმაც განმეორებითი განცხადებით
რომელმაც განმეორებითი განცხადებით მოგრძალებულად თავმდაბლად კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აჩქარდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ყურად არ იღეს პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის თხოვნა, რომ მათთან კონსულტაციის გარეშე არ განეხილათ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, კიდევ ერთხელ მოგრძალებით მიმართავს მისი უწმინდესობა და კიდევ მოგრძალებით სთხოვს, რომ აწი კიდევ უფრო მეტი ანალიზისა და განჯის საგანი უნდა გახდეს აც უკვე მიღებული კანონ პროექტი, რომელსაც დასრულებული სახე ექნება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს და მხოლოდ საბოლოოდ მას შემდეგ, რაც კონკორდატით გათვალისწინებული საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის არსებული ვალდებულებებით ამოიწურება ეს კონსულტაციები, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს ეს კანონი მიღებული. თქვენი ამ განცხადებების გამო, ძალიან რადიკალური განცხადებების გამო ხშირად დაუდანაშაულები ხართ ჰომოფობიაში. ეს არ არის თქვენთვის ახალი, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიამ ფაქტიურად გააკეთა განცხადება და არც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ კანონის მოქმედებას დროში, სივრცეში და პირთა წრის მიმართ არ დაექვემდებარება. არ დაემორჩილება. აი ეს იმას ნიშნავს, რასაც გულისხმობს ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის უფლებების დაცვა. პატრიარქმა ერთხელ უკვე დასვა კითხვა, ვინ დაიცავს ამ ქვეყნის უმრავლესობის უფლებებს? რა თქმა უნდა, უფალი დაიცავს პატრიარქის ხელით და პატრიარქთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც თავის თავს მიიჩნევს ამ ქვეყნის პატრიოტად და მიიჩნევს ამ ქვეყნის უმრავლესობას იმ ზნეობის დაცვის საკითხში, რომელიც სხვა შორის ცელობის დონეზე დღეს უნდა გამოეტანათ საკანონმდებლო კარგით, მე არ მინდა რომ ჩვენ მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბროთ, თუმცა თემა არის იმდენად ცხელი, კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ ამაზე და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. აი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ დღეს ისინი უნისონში იყვნენ, ერთი გუნდი იყო და ხატავთ რაღაც აპოკალიფს, საშინელ სურათს. წელიწადნახევარი ვხედავთ მათ უნისონში ყოფნას, ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. კარგით, აი რაღაც აპოკალიფტური სურათი დახატეთ. სინამდვილეში მე მინდა გაგახსენოთ დავით უსუფაშვილის განცხადება, ჩვენ არ რჩებით რუსეთში, ან ვირჩევთ ევროპას. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი ეს ასე არ დამთავრდება, იმუქრებით? ხალხს გამოიყვანთ ქუჩაში, იმიტომ რომ გააპროტესტოს ეს კანონი. ამაზე უფრო მარტივი ახსნა, რომელიც აი ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული ფაქტების კონსტატაციით მოვიყვანოთ დღეს, უბრალოდ არ არსებობს. დიდოთხშაბათს იქნა განხილული, საიდუმლო სერობას იქნა მეორე კომიტეტზე განხილული, მაცხოვრის ჯვარცმას წითელ პარასკევს იქნა პირველი მოსმენით მიღებული 109 ხმით ნულის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ საპატრიარქო და მისი უწმინდესობა პირადად თხოვს, არა, გენაცვალა. რას ნიშნავს ჩამონათვალი? საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და მისი ჩამოყალიბების საკითხში. გაფორმებულია კონსტიტუციური ხელშეკრულება საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რაც პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს საქართველოს მოსახლეობის და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროს ჭრილში არსებული საკითხების განხილვას ეკლესიასთან ერთად, თუ კი ეკლესია ასეთ განხილვას მისგან ითხოვს. ყველაფერი დამთავრდა ორ კვირაში ფაქტიურად, იმგვარად რომ დღემდე ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა დარჩა თხოვნა ეკლესიისა, მასთან ერთად განხილული იყო. თქვენ ფიქრობთ, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში? მას ამის უფლებას აძლევს კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მისი განსაკუთრებული როლი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. დიდი მადლობა. ქალბატონ ნინო, რატომ აირჩიეთ დიმიტრი ლორთქიფანიძე? რა იყო ის მთავარი, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ თქვენი აი ამ დიდი გაერთიანების კანდიდატი უნდა ყოფილიყო იგი? მე ორ ასე ვთქვათ საკითხს დავაზუსტებდი უბრალოდ და კიდევ ერთხელ განმარტავდი ჩვენს პოზიციას. ქალბატონო ინგა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე იცით ძალიან კეთილი ურთიერთობა მაქვს, არა მხოლოდ უდიდესი პატივისცემა, არამედ პირადად ძალიან კეთილი ურთიერთობა მაქვს პატრიარქთან, მე ამით ძალიან ვამაყობ მისი კეთილგანწყობით და მისი ასე ვთქვათ დამოკიდებულებით და ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პატრიარქი არის ადამიანი, რომელიც თავად არის კატეგორიული წინააღმდეგი იმისა, რომ ეკლესია ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში. ეს არ არის ჩარევა, როდესაც შენი კეთილის მსურველი გთხოვს, ერთი წამი ქალბატონო ინგა ხავე გეტყვით, როცა შენი კეთილის მსურველი გთხოვს, რომ დაფიქრდე კარგად, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებ. და განსაჯო ის, ასე ვთქვათ, სადაო მუხლები, რომელზეც ლაპარაკია და მასაც მისცე განმარტება და საზოგადო
საზოგადოებასაც ეს არ არის ჩარევა, ეს არის ძალიან ელემენტარული ცივილიზებული ურთიერთობის ფორმა და მე საერთოდ არ მესმის ახლა რა ესეთი სასწრაფო იყო ამ კანონის განხილვა, რომ მაინდა-მაინც ორ კვირაში უნდა დასრულებულიყო. როცა ეს კიდევ მე ამას მივეცი განმარტება და ბატონმა დიმამაც ეს არის შეთანხმებული მოქმედება ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ზოგის ნებსით, ზოგის უნებლიეთ. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოს პრიორიტეტები წარიმართოს სხვა მიმართულებით და საერთოდ მეორე რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, მე ვსვამ კითხვას. ეს კითხვა დავსვი გუშინ წინაც, როდესაც საგანგებოდ თუ გუშინ, როცა საგანგებოდ ვუპასუხე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს. რას ნიშნავს სიტყვები ვრჩებით რუსეთში? დარჩენა ეხა მაგდენი ქართული მე მგონი ყველამ კარგად ვიცით. ნიშნავს რომ ანუ სადღაც ხარ და იქედან სხვაგან არ მიდიხარ, ხო? ჩვენ რუსეთში ვართ? ქალბატონო ინგა. არა, მე არ ვთვლი რომ ჩვენ დღეს რუსეთში ვართ. პარლამენტის თავმჯდომარე როგორ ჩანს თulis რომ ჩვენ ვართ რუსეთში. ეს არის მე ძალიან მწუხვარ ეხა იცით ჩემი ესე ვთქვათ. არ მგონია რომ უსუფაშვილი თვლიდეს ასევე რომ ჩვენ დღეს ვართ რუსეთში. მან თქვა რომ ჩვენ ან ვრჩებით რუსეთში, ან მივდივართ ევროპაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ტყუილი საზოგადოებისათვის ნათქვამი, არაფერ შუაში არ არის რუსეთთან დარჩენა არ დარჩენა და ძალიან ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, თუ საზოგადოებას დაუსვამენ საკითხს ასე, რომ ჰომოსექსუალიზმის, LGBT პირების, ესე ვთქვათ, და გეი აღლუმების პროპაგანდა, ეს არის რუსეთთან ურთიერთობა და ამის დაკანონება არის ევროპა, საზოგადოების დიდი ნაწილი იცით თქვენ რა არჩევანს გააკეთებს. ამიტომ ეს არის იმ ადამიანების მიერ არა საქართველოს ინტერესებზე წყლის დასხმა, საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედება, არამედ სწორედ ევროპული ფასეულობების, ევროპის დისკრედიტაცია, ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რაც ძალიან ცუდად შეიძლება. მაგრამ მე არ მინდა ისევ ამ თემაზე რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ კი ბატონო, თუმცა თქვენ თუ კი გსურთ რომ ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ალბათ უნდა დამეთანხმოთ, რომ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს თავისუფლება. ქალბატონო ინგა, სხვადასხვა რამ არის. განურჩევლად იმისა ის უმცირესობაშია თუ უმრავლესობაში. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებებზე და არ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანების დისკრიმინაცია მოხდეს. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს და დაანებონ დემაგოგიას თავი, რომ ჩვენ კაცი ჭამებად უნდათ გამოგვიყვანოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გიგა ბოკერია პირადად მეუბნებოდა, რომ დიახ ქალბატონო ნინო, ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ საქართველოში ჩატარდება გეი აღლუმიო, მე მას არ ვაძლევდი და მის ირგვლივ ადამიანებს ამის უფლებას. ამ დროს არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში საჯარო, რომ დარღვეულიყო, ასე ვთქვათ, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებები, ანუ შესაძლებელია, რომ ქვეყანაში იქნეს დაცული ბალანსი. როდესაც ერთის მხრივ ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, ყველა ადამიანი არის თანასწორი კანონის და სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ მეორეს მხრივ არ ხდება ამის პროპაგანდა, რაც შეეხება იმას, რომ გუშინ ითქვა ესეთი რამე, რომ 17 მაისი ქონდა ერთი წლის სახეზე ტაბურეტიანი მამაოების და ძალიან აგრესიული საპროტესტო აქციაზე გამარჯვება სასამართლო მისადმი. არა, მაგას თავი დავანებოთ, ბატონო დიმა, ერთი რამ არის. აქ ამ დარბაზში შედან ადამიანები, ქალბატონო ინგა, არა, მაგ თემაზე არ ვლაპარაკობ. ამ დარბაზში შედან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ძალიან დიდი ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ დარბაზში შედან ადამიანები, რომელსაც მაპატიო საზოგადოებამ ამ სიტყვისთვის სულში ჩააფურთხეს და პირდაპირი გაგებითაც სახეში აფურთხეს 26 მაისს. ზის ადამიანი, რომელსაც თვალი წამოთხარეს და ბოდიშიც არ მოუხდია ნაციონალურ მოძრაობას და სხვათა შორის არც დიპლომატიურ კორპუსს, არც ძალიან ბევრ სხვა ადამიანს არ აუტეხია ესეთი ვაივიში 26 მაისის შემდეგ და მეორე დღეს მათ შორის უცხოელებიც მშვენივრად იდგნენ სისხლგადარეცხილ რუსთაველის გამზირზე იმ დღის შემდეგ, როდესაც იქ ადამიანები დაიღუპნენ. რა გახდა ბოლოს და ბოლოს? ცუდი იყო, რომ 17 მაისს მოხდა დაპირისპირება, მე არასოდეს არა ვარ დაპირისპირების და არასოდეს არა ვარ, ესე ვთქვათ, ადამიანების დაჩაგვრის ან ცემის მომხრე, ეს არის გამორიცხული, მაგრამ აბსოლუტურად არათანაზომადია ის, რაც მოხდა 26 მაისს. რაც მოხდა 17 მაისს. რატომ ატყდა ესეთი ამბავი 17 მაისზე? იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას და იმ ძალებს, ვისაც ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლება უნდა ქართულ ოცნებაში და გადახედეთ კომენტარებს, ეს ადამიანები არიან ქართულ ოცნებაში. ვინ არიან ეს ადამიანები? ძირითადი წამყვანი ძალა, ვინც მუდმივად ჩანს ეკრანებზე. უპირველეს ყოვლისა გამოდის ესე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, მისი გუნდი, რესპუბლიკური პარტია და ის ხალხი, ვინც დღეს ელემენტარულად
ერთმანეთს ასწრებდა ხმის მიცემაში, ხომ? ამ ადამიანებს არ აუტეხიათ ესეთი ამბავი 26 მაისს და აქეთ გვედავებოდნენ. რატომ ებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას, ხომ იცოდით რომ მოგერეოდნენო. მართალია, მათ იცოდნენ რომ მოერეოდნენ, ამიტომ შვენივრად იყვნენ მაშინაც კოჰაბიტაციაში. რატომ ავირჩიეთ დიმიტრი ლორთქიფანიძე? კმარა საზოგადოება დაიღალა მთავარი თემებიდან ყურადღების ესეთ თემებზე ხელოვნურად გადატანაზე. დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ადამიანი, რომელიც არის მართლაც ნიმუში იმისა, როგორ უნდა იბრძოლოს სამართლიანობისათვის, როგორ უნდა დაიცვა როგორც უფლებადამცავმა ადამიანების უფლებები, როგორ უნდა იცხოვრო, როგორც ღირსეული ქართველის კონსტანტინე ლორთქიფანიძის ოჯახის შთამომავალმა და წარმომადგენელმა, როგორ უნდა იცხოვრო 8 შვილის მამამ, როგორ უნდა იბრძოლო იმისათვის, ხო, უკაცრავად. როგორ უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ შენი ქვეყანა მართლაც გახდეს ღირსეული, წავიდეს წინ, ოღონდ აუცილებლად ტრადიციებს და ფასეულობებს წეს პატივი, არავინ არ ამბობს უარს პროგრესზე. როგორ შეიძლება 8 შვილის მამა ლაპარაკობდეს რაიმე ისეც, რაც არის ადამიანის უფლებების შელახვასთან დაკავშირებული, ან პროგრესზე უარის თქმასთან დაკავშირებული და რაც მთავარია, მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ის აუცილებლად გახდება თბილისის მერი, თუ რა თქმა უნდა საოცრებებს არ ჩაიდეს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არჩევნები ძალიან მალე იქნება. არჩევნებში ნახოთ, ინგა შეიძლება თქვა მაშინ, როცა არჩევნები ნორმალურად ტარდება და არა მაშინ, როცა გარიგება ხდება ორ მთავარ პოლიტიკურ ძალასთან. დიმიტრი ლორთქიფანიძე არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისის ბიუჯეტი, რომელიც აქამდე ხმარდებოდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, რომელიც ხმარდებოდა PR პროექტებს და განათებებს, მაშინ როდესაც ქვეყანა თავზე გვექცეოდა და ადამიანებს ჭერი თავზე ექცეოდათ, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა პროექტს განახორციელებს თბილისის და თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყოფს იმას, რომ არც ერთი თეთრი არ დაიხარჯოს არა მიზნობრივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის არჩევის და დიმიტრი ლორთქიფანიძის არჩევის და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა ყველგან, არა მხოლოდ თბილისში და მათ შორის თბილისშიც იგრძნობს, რომ რიგითი ქართველების დრო მოვიდა და მოდის ხელისუფლება, რომელიც მათზე ზრუნავს. დიდი მადლობა, ბატონო დიმიტრი. მე რომ ვიყო ამომრჩეველი, რომელსაც არ მაქვს ჯერ ჩამოყალიბებული, არ მაქვს ჯერ მიღებული გადაწყვეტილება, ვის მივცე ხმა. რას მეტყოდით? რას ეთქვით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული? რატომ უნდა მოგცენ თქვენ ხმა? რას პირდებით თბილისელებს? ბატონო ინგა, პირველ რიგში მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო ერთიანი ოპოზიციის ლიდერებს და პირადად ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს იმ გამოხატული ნდობისთვის, რომელიც მე შესაძლებლობას მაძლევს ჩემი თანაქალაქელების წინაშე წარმოვადგინო ჩემი კანდიდატურა და ჩემი შესაძლებლობები, ჩემი ხედვა შევცვალო ის მახინჯი პოლიტიკური სისტემა, რომელიც თვითმმართველობის დონეზეც იჩენდა ხოლმე თავს და თბილისის ბიუჯეტის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების სასარგებლოდ ხარჯვის მრავალწლიანი პრაქტიკა არის ამისი პირდაპირი მტკიცებულება და პირდაპირი გამოხატულება. მე მეცაც გეტყვით, თქვენ რომ დღევანდელ ბიუჯეტს ჩახედოთ 2014 წლის ბიუჯეტს ჩახედოთ, აშკარად დარწმუნდებით რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხები 65%-ით არის გაზრდილი და ყველა მუნიციპალურ საწარმოს სამსახურებულოს მიერ უკვე ოცნება როდესაც არის უმრავლესობაში 2014 წლის პირობებში და სხვა შორის ამ ბიუჯეტს ბევრმა ისეთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა მხარი, რომელსაც არ უნდა დაეჭირო მხარი, ვინაიდან ეს არის პირდაპირი დაფინანსების წყარო ბოლო კუდის მოსაქნევად გამზადებული ნაციონალური მოძრაობისთვის და მე პირდაპირ გისახელებ ციფრს 45 მილიონამდე გაიზარდა 29 მილიონამდე არსებული ნიხრი სახელმწიფო, ასე თქვათ, ზღვრისა. 64% წარმოიდგინეთ. და ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ელიტას წარმოადგენდნენ, დღესაც არიან სამეთვალყურეო საბჭოებში. დღესაც თქვენ რომ ნახოთ თბილისის განვითარების ფონდის PR სამსახურის, უბრალოდ PR სამსახურის ხელმძღვანელს. აქ 4-დან 5000 ლარამდე ხელფასი. ეს 10-ჯერ, 12-ჯერ აღემატება ჩვენი პედაგოგების ხელფასს და აი ამ კონკრეტული ციფრების შემდგომ მე მინდა გითხრათ, ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ის, რომ ჩემი უფლებადაცვით საქმიანობის სფეროში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა, რაც მე ბოლო 6 წლის მანძილზე შევიძინე, სწორედ სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას მოხმარდება ჩემი თანამოქალაქეებისა. თითოეული თეთრი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ჩვენ დავანგრევთ იმ კორუფციულ სისტემას, რომელიც შეიქმნა და ყოველ თეთრს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები იქნეს დაცული. მაგრამ შეიძლება ეხლა ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვას, რომ ასე მოგვისმენია არაერთი
ეხლანდელი ხელისუფლება, იმის წინა ხელისუფლება, რომელშიც ქალბატონი ნინოც იყო თავის დროზე ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, იმის წინა ხელისუფლება, რატომ უნდა დაუჯეროთ მაინც და მაინც დღეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და იმ გაერთიანებას, რომლის ლიდერიც არის ქალბატონი. თქვენ მეკითხეთ პრიორიტეტზე რითი დავიწყებდი. ამიტომ მე თქვენ პასუხობთ. ჩემი დამოკიდებულება პრიორიტეტებთან დაკავშირებით ყოველთვის პირდაპირ პროპორციულია ადამიანისა და ოჯახის უფლებებთან. ადამიანისა და ოჯახის როგორც აი ამ სახელმწიფოს ქვაკუთხედის ჩამოყალიბებასთან. ასე რომ ზნეობა და ზნეობრივი პრინციპები, რაზეც დღეს სვათიშორის საკანონმდებლო ინიციატივაში იყო საუბარი, მე პირადად მიმაჩნია როგორც აი ამ ადამიანების და ჩემი თანამოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტად მყოფი ქალაქის მერის ამპლუა. ასე რომ მე ვთვლი და ვფიქრობ და მიმაჩნია რომ სახელმწიფოს და საქართველოს თბილისის კონკრეტულად ამ სახელმწიფოს პოლიტიკური დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვის მართლზომიერებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობის აღება ეს არის ქალაქის მერის უპირველესი ამოცანა და მიზანი. ამიტომ მე ვპირდები ჩემს მოქალაქეებს. ყოველი კვირის ორშაბათი დღე იქნება გასული კვირის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საანგარიშო მოხსენება. და ეს იქნება პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ავიღებ ჩემ გუნდთან ერთად. და სწორედ ამ გუნდთან ერთად, ქალბატონ ნინოსთან ერთად, ბატონ ჯონდისთან ერთად, ბატონ გიორგისთან ერთად, ბატონ სოსოსთან, ბატონ კახასთან, ბატონ გიგლასთან, ბატონ გიასთან ერთად და ყველასთან, ბატონ ზაზასთან ერთად, ყველასთან ერთად, ვინ ჩვენ გუნდს წარმოადგენენ, ვპირდები, რომ ჩვენ მოვაწესრიგებთ ქვეყანას და თბილისი იქნება მდიდარი ქვეყნის მდიდარი დედაქალაქი. კარგით, ბევრი ილაპარაკა ბატონმა. ბევრი ლაპარაკა ბატონმა დიმიტრი მოჯახზე. მე მინდა თქვენს მეუღლეს დაუსვა. ეხლა პირველი შეკითხვა ვიდრე პოლიტიკოსებთან გადავალ. თქვენი შვილებით და ბავშვებსაც მინდა რომ დაუსვა კითხვა. როგორი მერი იქნება? ან აქვს შანსები? ან რას ამბობს ხოლმე სახში? მართლა ფიქრობს რომ მერი გახდება თუ უბრალოდ იბრძვის ეს პოლიტიკური ძალა იმისთვის რომ გახდეს ოცნების ყველაზე რადიკალური და მთავარი ოპოზიცია? მოგესალმებით ქალბატონო ინგა და დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ მე პირველად მეძლევა საშუალება დიდი მადლობა გადავხადო ქალბატონ ნინოს ერთიან ოპოზიციის თვითონ ლიდერს ამ გამოცხადებული ნდობისთვის და ვპირდები რომ დიმიტრი აუცილებლად გაამართლებს ამ ნდობას. დედაქალაქის ამომრჩევლებს მისი სახით ეყოლებათ ღირსეული მერი, ერთგული ადამიანი თავისი საქმის, თითოეული მოქალაქის ჭირვარამის გამზიარებელი და ეს არ იქნება მერი, რომელიც აი ხშირად ამბობენ ხოლმე პოლიტიკოსების ცოლები, რომ ჩემი მეუღლე სახლში რომ მოდის, კარს მიღმა რჩება მის პრობლემები და შიგნით არ შემოაქვს. დიმიტრი არ არის ის კაცი, რომ შიგნით არ შემოიტანოს. აქამდე გეხებოდა თქვენ პოლიტიკური პრობლემები ოჯახში? არა მარტო პოლიტიკური, მისი პარლამენტში მოღვაწეობის დროსაც მასთან მისული თითოეული მოქალაქის გაჭირვების შესახებ მე თითქმის ყოველთვის ვიცოდი. იმდენად განიცდიდა და იმდენად სურდა მათი დახმარება, რომ მასში ვერ ეტეოდა. ეს ამხელა ოჯახი მხარში უდგას. ისე ძალიან რადიკალია. თქვენს ხსმენიათ ალბათ წეღან უთხარი, ხშირად ჰომოფობიაშიც დაუდანაშაულებიათ. აი, როდესაც უსმენთ ხოლმე, მეტისმეტად რადიკალია. ხო არ ფიქრობთ, რომ დიდი პოლიტიკური თანამდებობისთვის ძალიან რადიკალია? უბრალოდ ის ნეობრივი პრინციპების სადარაჯოზე დგას. კარგით. ბავშვებს მინდა დაუსვა თითო კითხვა და შემდეგ თუ შეიძლება პოლიტიკურ ნაწილზე გადავალ, რა სიტყვით? რა სიტყვით? მამაზე როგორი შანსები აქვს? გინდათ რომ გახდეს დედაქალაქის მერი და რატო გინდათ? მე ვფიქრობ, რომ მამას აქვს ის რესურსი, რომელიც გამოყენების შემთხვევაში გაახარებს თბილისს. რაში რა რესურსი აქვს? აი როგორი მამაა? რას გეუბნებათ ხოლმე? რას გეკითხებათ? რაზე გელაპარაკებათ სახში? თქვენზეც გადმოდის ეს პოლიტიკა? ნაწილობრივ ვიზიარებთ ჩვენს ბავშვები და ვფიქრობ, რომ სამართლიანი მამაა პირველ რიგში. და ღირსეული და ჩემი იდეალია. დიდი მადლობა. მე მინდა დავსვა შეკითხვა პოლიტიკოსებთან. ირაკლი ბათიაშვილს თუ შეიძლება გადავაწოდოთ მიკროფონი, დავიწყებ თქვენგან. ბატონო ირაკლი, მთავარი შეკითხვა დღევანდელი გადაცემის თქვენთან მიმართებაში არის ასეთი. გამარჯვება თუ საპატიო მეორე ადგილი? როგორ ფიქრობთ? უფრო სწორედ, რამდენად იქნებით ახლა გულწრფელი და მიპასუხებთ რისთვის იბრძვის თქვენი პოლიტიკური გაერთიანება? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანება ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიცია იბრძვის გამარჯვებისათვის. გააქვს შანსი? არა, მე ფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას უკვე ჩამოუყალიბდა აზრი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ რა არჩევანი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გამოვიდეთ მართლაც და აი ამ სრული გაუგებარი სიტუაციიდან, რაშიც ვიმყოფებით და ნამდვილად
პლუს ამასთან ერთად ჩვენი საზოგადოება მე მგონი კარგად აცნობიერებს ამ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობას კიდევ იმითაც, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არის ამავე დროს თავისებური მოსამზადებელი საფეხური და შუალედური რგოლი იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც ქვია მომავალი საპარლამენტო არჩევნები და აი სწორედ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ამ ძალამ, ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ, თუ გინდა რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიდეს აი ამ მართლაც და ჩიხიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. კარგი, ჯონდი ბაღათურიას თუ შეიძლება გადავაწოდოთ სიტყვა, ქალბატონო ნინო, ის საპარლამენტო არჩევნები ახსენა ახლა ირაკლი ბათიაშვილმა და თქვენგან არაერთხელ მომისმენია საუბარი ბადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ანუ ახლა როგორ გავიგო, ელოდებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებს თუ თქვენი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია უკვე დაიწყოთ მოძრაობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. ქალბატონო ინგა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, სადაც ყველგან, ყველა რეგიონში, ყველა სოფელში, ყველა უბანში უზარმაზარი პრობლემებია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას, რომ არა მარტო თბილისს წარვუდგინეთ ჩვენ ღირსეული მერობის კანდიდატი, არამედ ყველა თვითმმართველ ქალაქში, ადგილებზეც ჩვენ ნამდვილად წარმოვადგენთ ძალიან ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც შეეცდებიან და გააკეთებენ კიდეც იმას, რაც აუცილებელია, რომ ადამიანებმა ელემენტარული შვება იგრძნონ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ნამდვილად ეტაპი ქვეყნის ხელისუფლებაში სრულყოფილად მოსვლისა, იმიტომ რომ ქვეყანა ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ არ იქნა მშვიდობა. მშვიდობის უზრუნველყოფა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უზრუნველყოფა, მეზობლებთან და არამეზობლებთან ურთიერთობების დალაგება, ეს რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას სცდება, ამიტომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ვიბრძვით სწორედ გამარჯვებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ეტაპი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, რაც შეეხება ხა ადგილობრივი არჩევნების ვადამდელი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. მოდით ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს ერთი მარტივი კითხვიდან გამომდინარე, რომელი ხელისუფალია დღეს ქვეყანაში ლეგიტიმური. პრეზიდენტი გვყავს დანიშნული, რომელიც ჯერ თავს მოგვახვია ბიძინა ივანიშვილმა და გვეძახა რომ ამაზე უკეთესი პრეზიდენტი მსოფლიოში არ იქნებაო და 3 თვის მერე გითხრა რომ ესეთი არაფერი მინახავს 60 წლის კაცი ვარ და თურმე როგორ შემცდარვარო და ბოდიშიც კი არ მოუხდია საზოგადოებისთვის ამის გამო. ეხლა შესაბამისად პრეზიდენტის ლეგიტიმურობა პრაქტიკულად არ არსებობს, იმიტომ რომ მას ხმა მისცა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხათრით და დღეს ბიძინა ივანიშვილი მას არ ელაპარაკება და გაბრაზებულია. პარლამენტი ასევე ავირჩიეთ ჩვენ ყველამ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხათრით კი არა, უფრო სწორად სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და 60% პარლამენტში ზის ადამიანებისა, რომლებიც ავირჩიეთ ივანიშვილის ხათრით და ავირჩიეთ იმისათვის, რომ სამართლიანობა აღედგინათ და ამის ნაცვლად მივიღეთ კოჰაბიტაცია, რომელი ორგანო არის გამაგებინეთ ქვეყანაში დღეს ლეგიტიმური. ამიტომ რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, სასამართლოზე და პროკურატურაზე აღარაფერს ლაპარაკობთ. გიას მიაწოდე და შემდეგ ბატონი ჯონდი, ბრძანეთ. მე მინდოდა დაემატებინა, რომ სასამართლო შედგება დამნაშავეების გუნდისგან და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, ეს არ არის ჩემი ვარაუდი, იმიტომ რომ ხელისუფლება მაღიარა, რომ ქვეყანაში იყო 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი, იყო 1000-ობით უკანონო პატიმარი და ბუნებრივი ამაზე პასუხისმგებლობა იმ გუნდს აკისრია, რომელიც დღესაც არის სასამართლოს მართლ გუნდად ჩვენს ხელისუფლებაში. კი ბატონო, ჯონდი ბაღათურიას მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა. ბატონო ჯონდი, თქვენ იქნებით თუ არა სიაში, თქვენ იბრძვით თუ არა მოხდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულოში. ანუ მე მინდა გავარკვიო, რამ გამოიწვია რეალურად ნინო ბურჯანაძის გაერთიანება სოსო შატბერაშვილთან, კახა ძაგანიასთან, თქვენთან, გიორგი ახვლედიანთან. იგა, პირველ რიგში, სანამ მოკლედ უნდა თქვა დღეს ძალიან მანერვიულეთ, ესე იგი, მნიშვნელოვანია ის, რომ სანამ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არის დაკავებული გენდერული და სექსუალური პათოლოგიით დაავადებული ადამიანების ზრუნვაზე. კარგით, ნუ საუბრობთ ესე, ძალიან ხოთ, ნუ საუბრობთ ესე. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ამასობაში ჩვენ თან სახელმწიფოში გვყავს ძალიან გახშირებული ბევრი შემთხვევა, როცა პატარა ბავშვები კვდებიან საკვების უკმარისობის გამო და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხელვაჩაურში გქონდა, ჩვენ გვყავს პენსიონერი 6,722,000, რომელიც ამის ფული არ აქვს. ჩვენ ყავს სოციალურად დაუცველი 950,000, რომელსაც მაქსიმალური შემოსავალი
არის 100 ლარი, ანუ საარსებო მინიმუმის სვარს მიღმა არიან და ყველა ამ ხალხს მე მინდა უთხრა, რომ ჩვენ არ მოდივართ მეორე ადგილისთვის, როგორც შენ შეკითხვას ვსვამთ. ჩვენ შექმნით ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ძლიერი კოალიცია, ძლიერი გუნდი და ჩვენ მოდივართ გამარჯვებისთვის, იმისას რომ ბოლოს და ბოლოს მოვაწესრიგოთ ქვეყანა. დავალაგოთ საქართველოს ისე როგორც ეს წესი და რიგი. დიდი მადლობა. ეხლა დიმიტრის რეპლიკა აუცილებლად. აქამდე მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ ქონდათ არჩევანი ცუცა და უარეს შორის. მე მინდა თბილისელებს უთხრათ, ჩვენ კარგი არჩევანი შევთავაზეთ, ქართული არჩევანი შევთავაზეთ, ნამუსიანი არჩევანი შევთავაზეთ და დაუჭირო მხარი დიმიტრი ლოტკიფანიძეს, რომელიც მოაწესრიგებს თბილისს ასე. გიორგი ახრედიას თუ შეიძლება მიაწოდეთ და ეხა კითხვას დავსვავ, რომელზეც ალბათ ქალბატონი ნინო ძალიან გამიმბრაზდება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა შეუერთდა ნინო ბურჯანაძის გაერთიანებას. ძველი წლების განცხადებებიდან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე პუტინთან რა სიტყვით ეხლა და გადმოვინაცვლებათ. დიახ, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ის მსოფლმხედველობრივი ერთობა, ის ღირებულებითი ერთობა, რომელიც ერთიან ოპოზიციაში არის ძალიან მძლავრად, ეს არის მთავარი საფუძველი იმისა, რომ ამ ერთობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ეს არის ერთობა არა იმისათვის, რომ მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე დაიდოს შედეგი, არამედ დაიდოს შედეგი ვადამ და საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ საპრეზიდენტოზე, შემდეგ ისევ ადგილობრივებზე და საპარლამენტო და ასე შემდეგ. ეს არის ერთობა მსოფლმხედველობრივი, ეს არის ერთობა იდეოლოგიური, ეს არის ერთობა ღირებულებითი. მით უმეტეს იდეოლოგიურზე, როდესაც საუბრობთ, პაკლონაია გარა, ნინო ბურჯანაძე და პუტინი. მე შემთხვევით არ დამისვავს შენთვის ეს შეკითხვა. მე ეს არ მიკითხავს მისი თანაგუნდელებისთვის. გეკითხები შენ ამ შემთხვევაში. ძველი განცხადებებიდან გამომდინარე, მაინტერესებს დღეს პასუხი. მე ყოველთვის ვამბობდი ერთ რამეს, რომ საქართველოს და ჩვენ ყოველთვის ამით გამოვირჩეოდით პარლამენტშიც და ყოველთვის საუბრობდით, რომ გზა მიმავალი დასავლეთისაკენ ერთმნიშვნელოვნად გადის სამეზობლო ურთიერთობების დალაგებაზე და სამეზობლო ურთიერთობები არ ლაგდება მოლაპარაკებების გარეშე. ავტომატით ეს ვერავის ვერ დაულაგებია ჯერ. კახა ჯაგანიას მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა, თუ შეიძლება მიკროფონი რომ გადმოვაწოდოთ. ყოფილი ლეიბორისტები ასევე აღმოჩნდნენ ამ გუნდში, რომელსაც ქვია ნინო უკაცრავად ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია ნომერი 3. რატომ? ლეიბორისტების არანაკლებ მწვავე განცხადებები მე მახსოვს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ. თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტია კოალიციაში არის როგორც მემარცხენე ალიანსი. მე ვამაყობ იმითი, რომ ამ კოალიციაში ვარ, რომელ კოალიციაზეც ხელმძღვანელობს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მე ვამაყობ იმითი, რომ კოალიციას ყავს ისეთი მერობის კანდიდატი, როგორიც არის დიმიტრი ლოტკიფანიძე. მე ვამაყობ იმითი, რომ კოალიციაში არიან ისეთი პარტიები, რომელსაც ხელმძღვანელობენ ჯონდი ბახათურია, ბატონი გიორგი. მე ვამაყობ იმითი, რომ კოალიციაში არიან ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც აგერ არიან წარმოდგენილი და კიდევ უამრავი ადამიანი. ისე რომ ჩვენი გაერთიანება არის უმნიშვნელოვანი იმისათვის, რომ აი ეს სიმახინჯე რაც დღეს იყო პარლამენტში, რომ არც ერთმა პარლამენტარმა ვერ შეძლო და ვერ დაძლია ის სტუნება და ერთმა პარლამენტარმა ვერ გაბედა, ვერ დაარღვია პოლიტიკური დისციპლინა და ვერ უთხრა უარი აი მახინჯ კანონს, რომელიც იყო წარმოდგენილი დღეს. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, როდესაც მოვა ხელისუფლებაში, ჩვენთან იქნება აცთა სხვადასხვაობა, იქნება სხვადასხვა მიდგომები და მთავარი რაც არის და რატომ მოვედით ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით შეუძლია ამის გაკეთება, მას შესწევს ძალა, ის არის ძლიერი, გამოცდილი, აქვს გამოცდილება იმისი, თუ როგორ შეცვალოს ის კოაბიტირებული ხელისუფლება, რომელსაც ქვია ნაცმოძრაობა და დღევანდელ ეთერში უნდა დასახელდეს სწორედ ამ გუნდის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები. მანამდე ერთი შეკითხვა მინდა დიმიტრი ლოტკიფანიძეს დაუსვა, ვინაიდან თქვენა ყველანი სხეთხართ ოპონენტების გარეშე, ბუნებრივია მე ვიღებ ამ ყველაფერს ჩემს თავზე. გიორგის დაუსვი კითხვა ყოფილ ლეიბორისტებს, ეხლა ამჯერად უკვე მემარცხენე ალიანსის ლიდერებს დაუსვი კითხვა. ყოველთვის მზად ვართ ქალბატონი. უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენთან. ნეტავ მაგას ვეღირსო ქალბატონი ნინო, რომ ერთმანეთის გარდა კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც დაუსვნენ დებატებზე. ეჭვი მაქვს, რომ ბატონი დიმიტრის ვერ მიაღწევს მერობის კანდიდატებს. ჩვენ გეგმავთ მერობის კანდიდატების დებატებს და ფორმატს აუცილებლად შეგატყობინებთ და აუცილებლად თქვენი მერობის კანდიდატი მიიღებს ამაში მონაწილეობას. მანამდე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ თქვენს.
ნინო ბურჯანაძე რომელსაც ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა ყოფილი მისი ოპოზიცია, რომელსაც თქვენს წარმოადგენდით იქამდე, ვიდრე იგი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. 7 ნოემბერი, მისი ცნობილი გამოსვლა, რის გამოც არაერთი თქვენგანის განცხადებები მე მომისმენია და დღეს ალბათ მაყურებელს აქვს ეს კითხვა. მაშინ, როდესაც ნინო ბურჯანაძე გამოდიოდა 7 ნოემბრის მერე პარლამენტის ტრიბუნაზე და მან ჭყალებში ჩავსავ გააправა, როგორც ამბობდით მაშინ, 7 ნოემბრის ამბები, როგორ გრძნობ დღეს თავს. მასთან. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ხომ არ მიბრაზდებით? მე მაქსიმალურად არასოდეს არ ვუბრაზდები ჟურნალისტს, როდესაც ის კითხვა სვამს. საუბრობ უკვე ამ თემაზე და არაერთ ჟურნალისტს დაბადებია თქვენამდე ეს შეკითხვა. მეც ერთ-ერთი რიგითი ჩამთვალეთ ვარ მათ შორის. ქართული პოლიტიკური სპექტრი არ არის განებივრებული ისეთი მძიმე წონოსნებით, როგორიც არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ეს არის ადამიანი. მნიშვნელობით ამბობ. ეს არის ადამიანი, რომელიც უნივერსალურად შეძლებს დაალაგოს საქართველოს საგარეო პრიორიტეტები პოლიტიკის დონეზე, როგორც მოსკოვთან, ისე ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის ადამიანი, რომლის კონტაქტები დღეს ხდება ჩემთვის უკვე ცნობილი, როდესაც მასთან ერთად ვიღებ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების კონტექსტში. თავის დროზე რომ გამხდარიყო თქვენთვის ცნობილი, მაშინაც ასე მწვავედ და გენერალურ შეკითხვაზე პასუხი ქალბატონო ინგა, რა თქვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით დამისვით. ქალბატონო ნინო, როგორც პოლიტიკოსი, ძალიან კარგად აცნობიერებდა მის პასუხისმგებლობას 7 ნოემბერთან დაკავშირებით. და თუ კი თქვენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დანიშნული საპარლამენტო არჩევნების პერიპეტიებს გადახედავთ, მისი უშუალო მოწმე სხვათა შორის მთელი იმდროინდელი ოპოზიციის ლიდერობა იყო. მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომლის პარტიასაც მე მაშინ წარმოვადგენდი, და ის ნაციონალ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელსაც ქალბატონი მერი ოჰაგენი წარმოადგენდა და რომელიც არის მოწმე იმისა, რომ სწორედ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პირადი მეცადინეობითა და ღვაწლით ნაციონალური მოძრაობა დადგა იმ კრახის წინაშე, რომ იგი უნდა მოხსნილიყო საარჩევნო სიიდან, მაგრამ იქ მოხდა უპრეცედენტო გაყალბება ამ სიის და ამისი მოწმეები ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ დონეზეც მოგვეპოვება. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის მერე იყო 26 მაისი. ეს იყო დღე, რომელსაც თვალი გაუსწორა ასევე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების და მათ შორის სამართლიანი სამართლებრივი გარემოს დაპირებული პირობა პირდაპირ გადიოდა 26 მაისზე. 26 მაისზე, რომლითაც ქალბატონი ნინო რისკავდა როგორც საკუთარი, ისე საკუთარი შვილების სიცოცხლის ეხლა გადიოდა თუ არ ვცდები 26 მაისის და ნინო ბურჯანაძის და მისი ვაჟის კადრები. რომელიც გახლავთ ჯიუტი. და კი ბატონო, ამაზე რამდენი ხანიც გნებავთ ვისაუბროთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან. კარგი, და მე მინდა ჩვენმა მაყურებელმა გაიცნოს ის ადამიანები, ვისაც ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია განიხილავს თბილისის მაჟორიტარებად. მაშასე დავიწყებ მე თბილისის მაჟორიტარების დასახელებას. ვაკის რაიონის მაჟორიტარი ლევან ასათიანი. საღამომშვიდობის. ვაკის რაიონის მაჟორიტარი ინგა ახვლედიანი. ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ძაგანია. ისნის რაიონის მაჟორიტარი ვალერი ჩოჩია. გდანის რაიონის მაჟორიტარი ბესო დანელია. გდანის რაიონის მაჟორიტარი დავით მეფარიშვილი. გდანის რაიონის მაჟორიტარი როსტომ თვარაძე. დიდუბის რაიონის მაჟორიტარი გურამ კვირიკაშვილი. დიდუბის რაიონის მაჟორიტარი რამაზ გაგნიძე. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი ილია ბაზიერაშვილი. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი ნოდარ მელაძე. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი თენგიზ მუჯარიძე. საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი შალვა ოგბაიძე. საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი გიორგი საჯაია. საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი თენგიზ გენებაშვილი. წანისის რაიონის მაჟორიტარი თამარ ქალდანი. სამგორის რაიონის მაჟორიტარი თამარ თეკრაძე.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი იოსებ შატბერაშვილი და სამგორის რაიონის მაჟორიტარი რამინ სხირტლაძე. აი ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც თბილისის მაჟორიტარობისთვის ამზადებს გაერთიანება ბლოკი ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. თუ შეიძლება მიკროფონი უნდა დამეხმაროთ. მე მინდა ორიოდე თქვენგანს დაუსვა შეკითხვა. დავიწყებ თქვენგან თუ შეიძლება ბატონო შალვა. მართლა გაქვთ გამარჯვების იმედი თუ უბრალოდ ეხლა რაღაც მოთელვაა საპარლამენტო არჩევნებისთვის? როდის ყოფილა ჩვენ გუნდი ასე სათუოდ ქონებოდა საქმე. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისათვის ვიბძით და გამარჯვება არის თითეული ჩვენთაგანის წარმატებული საქმიანობა იმ საპატიო მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე, რომელსაც თითეული არაჩვეულებრივი წარმომადგენელი ამ გუნდისა ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციისა წარმოადგენს თავის სექტორში, სეგმენტში, თავისი არც ერთი არ არის უწარსულო ადამიანი. მე ჩემს ამორჩევალს პირდები, ჩემს საბურთალოებს, რომ ჩვენ ერთად მოვაწესრიგებთ ჩვენს დედაქალაქს და ჩვენს უბანს. დაუბრუნებთ მას სიმწვანეს, სილაღეს, ღიმილს დაუბრუნებთ და ხვალინდელ დღის იმედს დაუბრუნებთ. მე პირდებით თქვენ და პირდებით რომ ჩემი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ დაცილდება. დიდი მადლობა სოსო შატბერაშვილს. თუ შეიძლება რომ გადავაწოდოთ ბატონო სოსო, ყოფილი ლეიბორისტი, ჩემი ერთ-ერთი ძალიან აქტიური რესპონდენტი სოსო შატბერაშვილი. როგორ მოხდით ნინო ბურჯანაძის მზის ქვეშ? თქვენ ისე ხშირად ახსენებთ ყოფილ ლეიბორისტს. ხართ და რა ვქნა ამდენი წელი. მეგონება მე მალავდი ამას. არა. არა, ნუ ფაქტია ეხლა და უბრალოდ მახსენდება თქვენს დანახვაზე ლეიბორისტული პარტია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტია მემარცხენე ალიანსი და გავერთიანდით კოალიციაში, 5 პარტიულ კოალიციაში, შევქმნით ერთობა და ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის სახრჩობელაო. აი ზუსტად ამ პრინციპით გავერთიანდით. კი ბატონო, ლევან ასათიანს მინდა დაუსვა შეკითხვა ვაკის რაიონის მაჟორიტარი. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს თქვენს ბლოკს, თქვენს გაერთიანებას? ჩვენს ბლოკს აქვს შანსი კი არა, მე დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში და ეს იქნება დაუბრუნოს ქალაქი საქართველოს, დაუბრუნოს თბილისი საქართველოს და დაუბრუნოს ყველა იმ უბნის სილამაზე, სიდიადე, კომფორტი ხალხს, რომელიც აიმდენი ხანი არის სამწუხაროდ დაკარგული. ეხლა ამ ცვლილებების შემდეგ, რაც მოხდა ხელისუფლებაში ბესოდანელიას, მინდა გადავცე სიტყვა გლდანის რაიონის მაჟორიტარს. წელიწად ნახევრის წინ, 2 წლის წინ ადამიანებს ზუსტად იგივე შეეუბნებოდნენ, ოღონდ მე ვსაუბრობ ქართულ ოცნებაზე, დღევანდელ ხელისუფლებაზე. რამდენიმე წლის წინ ზუსტად იგივე შეეუბნებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. კიდევ უფრო ადრე მოქალაქეთა კავშირის და ასე შემდეგ. რატომ უნდა დაგიჭეროთ? მე ვეთქვი იმას, რაც ჯერ არასდროს არც ერთ დეპუტატს არ უთქვამს გლდანის მაცხოვრებლებისთვის. მე ვეთქვი იმას, რომ არსებობს სტერეოტიპი თბილისში, რომ გარეუბნებში ცხოვრება არაპრესტიჟულია და ადამიანები გარეუბნებიდან ცდილობენ გადავიდნენ ცენტრში. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ადამიანები ცენტრიდან გადმოდიოდნენ გარეუბნებში. კარგით. და მინდა კიდევ ქალბატონები, 2 ქალბატონი დგას და ქალბატონ თამარს და ინგას მინდა დაუსვა შეკითხვა, რა სიტყვით თქვენ შანსებზე, ქალბატონო ინგა? მე მგონია, რომ შანსები დიდი მაქვს და ერთგულებას ვპირდები ჩემ უბანს, ჩემ რაიონს და გავაგრძელებ ჩემი მეუღლის საქმეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაუმჯობესო ცხოვრება. მეუღლის? ზაზაღლონტი. კი ბატონო და ქალბატონო თამარ, თუ შეიძლება ბძანეთ. თქვენ რა სიტყვით, გამარჯვების იმედი გაქვთ რეალურად, თუ ეს არის მოთელვა საპარლამენტო არჩევნებისთვის? არა, მე ძალიან დიდი ხანია უკვე ვარ გრწანისის რაიონში. გამარჯვების იმედი მაქვს, ნამდვილად მაქვს. ძალიან რთული იქნება, ძალიან ძლიერი დაპირისპირება იქნება, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ისი იმედი გაქვს? ძალიან რთული იქნება, მაგრამ ნუ გვაქვს ამის იმედი. მე ვპირდები ჩემ მოსახლეობას, ჩემი არჩევის შემთხვევაში. ვიქნები ყველას მაჟორიტარი განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა. ვიქნები ერთგული. უნდა მიგეყოლებიათ სექსუალური ორიენტაციისა, რატო გიჭირთ თქვენს ბლოკს ამ თემაზე? არ მიჭირს ნამდვილად. არ მიჭირს, იმიტომ რომ
ესენი იყვნენ, იქნებიან, მაგრამ არ არის საჭირო ამის პოლიტიკად ქცევა. კი ბატონო, აი ასეთი არის ნინო ბურჯანაძის გუნდი, რომელიც მან წარმოგვიდგინა თბილისში ქალბატონო ბელა ზალდასტანიშვილის, ხო? მე მინდა თქვენ დაგისვათ კიდევ ერთი შეკითხვა. თქვენ ბრძანდებით აფხაზეთიდან დევნილი. არა ვარ დევნილი აქ. მაგრამ აქტიურად ჩართული ხართ? მე ვარ ქალბატონი ნინოს ერთგული. რატომ? იმიტომ ძალიან მეყვარს აი ქალბატონია. რითი შეგიყვარდა? რითი შემიყვარდა და იმით რომ მე რო ეს ამბავი დამემართა 4 ვაშკაცი დამეღუპა აფხაზეთში მე თვითონ თბილისიდან ვარ და ჩემი შვილები თბილისელები იყვნენ. ქალბატონი ნინო მოვიდა პირველი და არავის არ გავხსენები ვარ ქვეყანაზე დედამიწის ზურგზე რომ მე ესეთი ტრაგედია დამემართა და დამრჩა 2 რძალი და 2 პატარა შვილი და მოხუცი მშობლები. ქალბატონი ნინო მოვიდა ერთ საღამოს ჩემთან ეს იყო 2 წლის მერე ბიჭების ამბავი რომ მოხდა და იმის მერე ქალბატონი ნინო დღემდე მე პატრონობს. კარგით, მე ძალიან უნდა ვაღიარო წინა საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების პრეზენტაციები არის ჩემი ყველაზე საყვარელი პროექტი და მე ვიდრე დავასრულებ ქალბატონ ნინოს და ბატონ დიმიტრის უნდა დაუსვა კიდევ ერთი შეკითხვა. შეკითხვა არა. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს, რას ეტყვით მათ? არაერთხელ კიდევ მოგიწევთ ამ ეთერში მოსვლა წინ დიდი პერიოდია არჩევნებამდე, მაგრამ დღეს, როდესაც პირველი სატელევიზიო პრეზენტაციაა თქვენი ბლოკის, გისმენთ? პირველეს ყოვლისა მე მინდა ყველა აქ შეკრებილ ადამიანს და იმ ადამიანებს, ვინც მათ, ასე ვთქვათ, ზურგს უმაგრებენ, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თანამებრძოლობისათვის, გვერდით დგომისთვის, აი ქალბატონი ინგა ამბობდა წეხან, მისი მეუღლე არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც 26 მაისს და მანამდეც იბრძოდა, ვინც პრაქტიკულად შეეწირა ამ ბრძოლას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბრძოლა არ იყოს ტყუილად ჩატარებული ბრძოლა და ქვეყანაში მართლაც სამართლიანობა და კეთილდღეობა მოვიდეს. ინგა, ორიოდეს სიტყვას ვიტყვი აუცილებლად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რამდენჯერმე თქვით, რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ ხალხმა? იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ ძალას არასოდეს არ უთქვამს ტყუილი საზოგადოებისათვის. ჩვენ რაღაცა გამოგვდიოდა, რაღაცა შეიძლება არა, მაგრამ არასოდეს არ ვატყუებდით ადამიანებს, მათ შორის არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ქალბატონო ინგა, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ნუ დავიწყებთ ახლა ამის ჩამოთვლას, რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა და რაც არ გაკეთდა, იმის გამო იყო, რომ საქართველოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა, როდესაც ქვეყნის მეორე პირმა დატოვა საკუთარი ნებით თანამდებობა და გადავიდა უმძიმეს ოპოზიციაში. მე არ შემიძლია ქალბატონ ბელას არ გამოვეხმაურო. უდიდესი მადლობა არ უთხრა მას და არ მოვიხარო ქედი ადამიანის წინაშე, რომელმაც 4 შვილი შეწირა საქართველოს ერთიანობას და მე მინდა მას და მისნაირ ადამიანებს შევპირდე, რომ მათი შვილების დაღუპვა, მათი შვილების ბრძოლა არასოდეს არ იქნება, ესე ვთქვათ, ისე უბრალოდ ჩავლილი, მათ დაუფასდებათ, ეს დაუფასდებათ მშვიდობით. მე ვპირდები ყველა დედას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არასოდეს საქართველოში ომი აღარ იქნება, არასოდეს ჩვენი ბიჭები ძმათამკვლელს ომში არ წავლენ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არც ერთმა დედამ საქართველოში, რომელმაც ქვეყანას შეწირა თავისი შვილი, არ თქვას, რომ ჩვენ არავინ არ მოგვიკითხა, არავის არ გავახსენდით, არავის ჩვენი გაჭირვება თქვენ ბრძანეთ რომ დაუფასდებაო, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არ გამიბრაზდეთქო, მაგრამ მე გამახსენდა აფხაზეთიდან დევნილების გამოყრა სასტუმროდან, როცა თქვენ იყავით პარლამენტის თავმჯდომარე და ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთეთ მაშინ. თქვენმა ნათქვამმა გამახსენდა. ის განცხადება ინგა, რა განცხადებაც უნდა გამეკეთებინა. და ისინი ძალიან განცხადებაზე, გამოსახლებაზე კი არა. განცხადებაზე, რომელიც თქვა ერთმა ადამიანმა და თქვა, რომ აღარ მინდა საქართველოს მოქალაქეობა და მივდივარ აფხაზეთში, არძინბას უნდა შევეხვეწო, მოქალაქეობა მომცესო. რაც არ უნდა გაგაბრაზოს შენმა ხელისუფლებამ, უნდა მოუბრუნდეს შენ ხელისუფლებას, შეგიძლია ქვაესროლო, შეგიძლია ჩაქოლო შენი ხელისუფალი, მაგრამ არ უნდა თქვა ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა, წავალ და აფხაზეთში მოქალაქეობას მივიღებ და ჩემს სამშობლოზე ვარს ვიტყვიო. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ
იძულებული გავხდი მე თქვა ის სიმართლე რომლის თქმაც არ მინდოდა რომ კიდევ მეტად არ მეტკინა ადამიანებისთვის გული და მე ვიცი რომ ამ ჩემი სიტყვების შემდეგ 3 ავტობუსი რომელიც წასული იყო ხელისუფლებაზე განაწყელებული ამ სიტყვების შემდეგ შემოbrunდა უკან მოუბრუნდა საკუთარ ხელისუფლებას მაგრამ არ ჩავიდა აფხაზეთში სამადლოდ რაღაცის საქმეში კარგით უნდა დავასრულო და თბილისის მერობის კანდიდატს თხოვ ძალიან მოკლედ პრაქტიკულად თქვენი სლოგანის ჩარჩოებში თქვით რა გაქვთ სათქმელი? ბატონო ინგა, ვინაიდან თქვენი დროის ძალიან დიდი ნაწილი დისკრიმინაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა წაიღო, მე არ შემიძლია. არ შევეხო იმ საკითხს, რომ ვერც თბილისს და ვერც თბილისელებს ტოლერანტობას ვერავინ ვერ გვასწავლის. თქვენ უნდა იცოდეთ და საქართველოს უნდა იცოდეს, რომ აი ამ ლამაზ ქალაქში არის ძველი ურბანული ქსოვილი, რომელიც წარმოადგენს იერუსალიმის ანარეკლს. აქ არის თაბორი, ბეთლემი, ჯვარისმამა, სიონი, მეტეხი. აქვე ამ ლოკალურ სივრცეში თან არსებობს ებრაული სინაგოგა, სომხური ეკლესია, მაჰმადიანური მეჩეთი და ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობებს გადაეცემოდა როგორც სამოქალაქო თანაარსებობის ნორმა. და აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს თბილისელების არჩევანი არის შანსი, რომ რეალურად გაირღვეს ეს მოჯადოებული, მონოპოლიზირებული პოლიტიკური სივრცე და ერთხელ და სამუდამოდ ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ლიდერობით, ერთიანი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ჩვენ რეალურად შემოვიდეთ თვითმმართველობაში სახალხო მმართველობის ფორმის დამკვიდრების წესით. სლოგანი გაიმეორეთ და ვასრულებ. მე მინდა მოუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ არავის არ ჩააბაროს თავისი არჩევანი, მოვიდეს არჩევნებზე, თავად გააკეთოს არჩევნები, დროა ბატონებო და ქალბატონებო, დროა გავაკეთოთ არჩევანი, დროა ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი წილი სახელმწიფოზე და საქართველოზე დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა და ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია დიმალორ თქიფანიძესთან და სხვა ღირსეულ ადამიანებთან ერთად ამას აუცილებლად გააკეთებს. ჩვენ მოვაწესრიგებთ ქვეყანას, მოვაწესრიგებთ ურთიერთობებს შიგნით და გარეთ, მოვაწესრიგებთ ქვეყანას ისე, რომ ეს ქვეყანა მართლაც იქნება დიდარი ქვეყანა და მას ეყოლება და ექნება მდიდარი დედაქალაქი. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე დროა მოვაწესრიგოთ ქვეყანა. ეს იყო ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიცია, საარჩევნო ნომერი 3. მაშასე ტელეკომპანია იმედმა გახსნა ეთერი წინა საარჩევნოთ. ჩვენ შემდეგ კვირას შემოგთავაზებთ ასევე უკვე სხვა პოლიტიკური ძალის პრეზენტაცია. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება, მინდა გისურვოთ მშვიდობიანი კვირა. მადლობა რომ გვიყურებდით, ნახვამდის.